აზიური სამზარეულოს რესტორანი საბურთალოზე, ბანგკოკი. ანუ სახელწოდებაც კი მიგვინიშნებს იმაზე, რომ აქ იქნება რაღაც ტაილანდური კერძები, აგერ ვხედავთ მიტანის სერვის, შემოდიან, რესტორანიც არის, ამიტომ ჩვენ შეგვიძლია შევიდეთ. ჭერი მოწესრიგებულია, მარტივად ხდება მისი გაწმენდა. კედლები ზუსტად როგორც არის კანონმდებლობაში 2 მეტრის ქვევით არის მოპირკეთებული, ისე რომ მისი წმენდა დეზინფექცია ძალიან მარტივია. ზედაპირები, რასაც აქ ვხედავ ამ ოთახში არის უჟანგავი ზედაპირები, როგორიც უნდა იყოს და იმედია, აი სწორად არის განლაგებული კონტეინერები, ძირითადად აზიური სამზარეულო მუშაობს გატანაზე და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ აი ის ორი დეტალი ოთახით აი ესეთ მდგომარეობაში დამხვდება. იატაკი მოპირკეთებული არის, აი ნახეთ როგორი ცხელი პერიოდია, მიმდინარეობს აი ყველგან აბსოლუტურად ახალგაზრდები მუშაობენ, ქართველები სხვათა შორის და საკმაოდ აი კარგი სუნი დგას და რაც მახარებს ის არის რომ აზიური სამზარეულო მიჩვეული ვარ ძირითადად რომ უნდა იყოს აუცილებლად აი რაღაც ძალიან ჭუჭყიანი და აი მიუღებელი მომხმარებლისთვის, რასაც მე პირველი ერთი შეხედვით აქ ვერაფერს ვერ უყურებ აბსოლუტურად. გავიმეორებ რომ ცხელი პერიოდი მიმდინარეობს, ანუ ყველა აბსოლუტურად გასქურა მუშაობს, ყველგან არის აი ყველა აბსოლუტურად მაგი და უჟანგავით არის მოპირკეთებული და გამწოვები ვნახოთ, აი გამწოვებში წვეთა, აი ერთი გამწოვი, მეორე გამწოვი არცად აბსოლუტურად კონდენსატი წვეთა არ ხდება. ეს არის რა თქმა უნდა ძალიან კარგი. აქ არის ინგრედიენტები თითო კონტეინერში განლაგებული, ყველაფერს ეტყობა რომ ახალია. ყველას აბსოლუტურად თავისი საქმე აქვს. თქვენ ძირითადად იგი ხართ დაკავებული, რასაკეთებთ ხოლმე? მოკები და ახალი პროდუქტია. აქაც ნახოთ რა მდგომარეობა არის გამწოვში. აქაც გამწოვის სუფთაა, მაგრამ აი ძალიან დიდ ცეცხლზე მუშაობენ და კედელი აი სულ ახალი იმით არის დასრული. ამას ეტყობა რომ აი ნახეთ აქ არის ახალი ეს თქვენი მოფიქრება არის, კედელი რო არ დაისვაროს, ძირითადად პარკს აკრავთ და ყოველდღიურად ცვით. ძალიან კარგი არის, მომწონს, კარგი გადაწყვეტილება. ერთადერთი აი რას გთხოვთ, ეს არის ზევით გაწმინდეთ და აი ნახეთ ცოტა კარგი ტილოთი გაწმინდეთ, ხო? იმიტომ რომ ეს ნამდვილად არ არის მისაღები. აქ არის ბოსტნეული და ხორცი ერთად არ უნდა იყოს. და აი გთხოვთ ამას რომ მაგიდაზე დებთ, მერე ხორცი აღარ დადოთ, იმიტომ რომ შეიძლება აი მაგიდიდან უნებლიე დავაბინძუროთ და ეს არის ზუსტად ჯვარედინი დაბინძურების რისკი. დანარჩენი ნუ იატაკ თქვენ თვითონ უყურებთ რომ მოსაწმენდია, მაგრამ სუფთა არის და ეს არის აი ეხლა დასრული, აი ყველაფერს ეტყობა. აი მე ვიცი ხოლმე თქმა რომ ახალი ჭუჭყი და მახარებს. ტილოები ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, მაგრამ ესეც უკვე ჩაყრილია, გასარეცხად და იმედია რომ სუფთა ტილოებიც აქვთ, იმიტომ რომ აი ესეთი ტილოებით ვერ გააგრძელებენ მუშაობას ვერანაირად, აი ყველა ტილო დასრულია, მაგრამ ყველა ტილო სარეცხთან არის მოტანილი აბსოლუტურად გასარეცხად. ახალი ტილოები ხო გაქვთ? აი აქ იწყებს წვეთას, მაგრამ თვითონ გამწოვის სუფთა არის და გამწოვში არანაირი პრობლემა არ აქვს გამწოვს. სასიამოვნო ინტერიერია, ნახეთ როგორი სურათებია, ეს არის რა თქმა უნდა რაღაცა ბანგკოკის ქუჩა. სადაც ძალიან ბევრი ტურისტია, ბუნებრივია, რომ რაღაც დასვენებასთან და ოკეანესთან ასოცირდება ეს ქვეყანა, ზოგადად ტაილანდი და ნახეთ როგორი ლამაზი აკვარიუმია თევზებით. ინტერიერი მომწონს, რბილი სავარძლებია, დივანი და აქვე არის, მოდით გადავხედოთ მენიუს. ტრადიციულად არის როგორც ატრია, ასევე სუშიც, ხო? ანუ იაპონური კერძებიც არის. სუში, მაკი, პოკე, ატრია, ატრია ღირს სადღაც 16 ლარიდან 25 ლარამდე დაახლოებით ის ატრიას მენიუ არის პოკე, წვნიანი, ასევე სადღაც ტომიამი კრევეტით მაგალითად 24 ლარამდე ღირს
ну სუში როლი და ასე შემდეგ აბალი ფასები ნამდვილად არ არის, საკმაოდ მაღალი ფასია, თუმცა ზღვის პროდუქტები ისედაც ძვირია და თუ კარგი პროდუქტია და ახალია და ხარისხიანია, მაშინ უნებრივია რომ იაფი არ იქნება. აი ნახეთ, მოდით დავათვალიეროთ ეს სივრცეც. აი როგორ არის მოწყობილი, ალბათ ბანგკოკში არ ვიცი არ ვარ ნამყოფი, მაგრამ შეიძლება მანდაც არის ესეთი ჭოლოფის გაფორმება კედლებზე ალბათ. აი ესეთი. ნახეთ როგორი სიმპათიურია და მე მომწონს რომ აი ეს არ ვიცი ვინ არის მხატვარი, მაგრამ აშკარად ბანგკოკის ქუჩებია აღბეჭდილი ამ ნახატებზე და აი ესეთი რაღაც პოსტიმპრესიონიზმის სტილში არის გაკეთებული. ბევრი სურათია, არის ასევე მცენარეები. აი და აი ინტერიერს შევაფასებ როგორც საშუალოზე ცოტა მაღალს. იმიტომ რომ მე პირადად მომწონს სასიამოვნო გარემოა. აქ რეცხავენ უკვე გამოყენებულ ჭურჭელს, ეს არის სამრეცხაო. აი პირველად ნახე, როდესაც აი არ არის კილერზე მიკრული ბუზები და ამასაც წმინდავენ და ესე ძალიან მომწონს. აქ აქვთ მაცივარი და ვნახოთ მაცივარში როგორი მდგომარეობა, გახსნაც არ უნდა პრინციპში. აქვე ყველაფერი ჩანს აბსოლუტურად. თაროებზე რძე და კვერცხი კარგი იქნება თუ კონტეინერში იქნება და გადატანილი და ასე არ იქნებოდა, იმიტომ რომ მაინც სხვა პროდუქტის ან ხელის დაბინძურების რისკი არსებობს. კარაქი აქვთ დაფასოებული და კარაქიზე უნდა იყოს ვადა, თუმცა აგერ უყურებ უკვე და ეს უკვე ჩემი ის არის რომ მე ვერ დავინახე 13-10 ეს ოღონ რა ვადა არის. შეგიძლიათ მიპასუხოთ ეს გამოშვების თარიღია თუ დაფასოების და გამოშვების და მოხმარების თარიღი? იქეთ ინახავთ, კარგით. ეს იმის ქათმის დეფროსტაცია მიმდინარეობს. კი ბატონო, ვინაიდან გამმდინარე წყალი არის და ნაჟურ წყალში მისი დაყოვნება არ ხდება, თავისთავად ეს არის სწორი. აქ კიდე დავინახე მაცივრები, მოდი ვნახოთ მაცივრებში რა მდგომარეობაა. აი ყველაფერი ნახეთ დასტიკერებული და ცალ-ცალკე კონტეინერებში არის. ნახეთ მაცივარში ტემპერატურული რეჟიმის კონტროლი მიმდინარეობს. აი ნახეთ. აზიური სამზარეულოსთვის სიმართლე გითხრათ ცოტა გასაკვირია. აი -19 გრადუსი, აქ ყველაფერი დაფასოებული არის. ნახეთ და ყველაფერი აბსოლუტურად ეტიკეტიანი არის. აბსოლუტურად ძირს არის ნაწილაკები, რომელსაც მე პირადად რეკომენდაციას მივცემ, რომ ამოწმინდონ. აქაც ყველაფერი აბსოლუტურად არის დაფასოებული, ცალ-ცალკე. ყველაფერი თავდახურულია, ყველაფერი სწორადაა განლაგებული. და აი ელემენტარულად აი გამღვალ ხორცი არ არის ეტიკეტი მინიშნებული, რასაც მივცემ რეკომენდაციას, რომ აუცილებლად ეტიკეტი გაუკეთოთ. მოდით სველი წერტილებით დავათვალიეროთ და ამით დავასრულოთ. შევდივართ ბანგკოკის ტუალეტში, ერთი ტუალეტია, კაცის, ქალის ერთია. აი აგერ ვხედავთ, რომ სისუფთავეა ნამდვილად. აბა ვნახოთ აქ რა ხდება, წყალი მოდის, არის თხევადი საპონი და არის ერთჯერადი ხელსახოცი, ცოტა გასაწმენდია, რა თქმა უნდა, სარკეც და ნიჟარაც, მაგრამ შეიძლება ყოველ წამს არ შემოდის დამლაგებელი, აი ინსტრუქციაც კი არის, ხელი როგორ უნდა დაიბანო. თუ არ იცით, უცებ და არ იცით, როგორ უნდა დაიბანოთ ხელი. ამიტომ არის ინსტრუქცია. აბა რა გითხრათ, ბარიც არის, ჩაისაც მიირთმევთ რამე თუ არის, ალკოჰოლი თუ გაქვთ. ლუდი არის, ძირითადად, ანუ ესეთი ძლიერი სასმელები არ არის, მაგრამ ლუდი არის, ჩაი არის და მოკლედ სასიამოვნო გარემოა. ეს არის სულ საბურთალოზე, მიცკევიჩის ბოლოს, ტანძიის ქუჩაზე არის რესტორანი ბანგკოკი, რომელიც ჩვენ დღეს შევაფასეთ.